უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაცია უკიდურესად დაძაბული რჩება. ხელისუფლების მიერ ანტიტერორისტული ოპერაციის გამოცხადების შემდეგ დონეცკის ოლქში პრორუსული ძალები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. მათ რამდენიმე ქალაქში ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს, შეიპყრეს უკრაინის შეერაღებული ძალების კუთვნილი მძიმე ტექნიკაც. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან, დონეცკის საქალაქო საბჭოს შენობა დაიკავეს. ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ დონეცკში ცენტრალური საარჩევნო კომისია იქმნება, რომელიც 11 მაისს რეფერენდუმის გამართვას გეგმავს. რეფერენდუმზე მოსახლეობას ორ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს. უჭერენ თუ არა ისინი მხარს დონეცკის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნას და რომელი სახელმწიფო შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ის, უკრაინის თუ რუსეთის. დაძაბული ვითარებაა ქალაქ კრამატორსკშიც. რუსეთის მხარდამჭერმა შეიარაღებულმა აქტივისტებმა მძიმე ტექნიკის 6 ერთეული დაიკავეს, რომელიც ქალაქში უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში შევიდა. თვითმხილველების თქმით, სამხედრო ტექნიკაზე რუსეთის დროშა აღმართეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურა. რუსეთის ქმედებების საპასუხოდ განცხადება გააკეთა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. არსენი იაცენუკის თქმით, რუსეთმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ფარულად შეაიარაღა სეპარატისტები, რომელმაც ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს. რუსეთს ექსპორტისთვის ახალი საქონელი გამოუჩნდა. გაზისა და ნავთობის გარდა ის უკრაინაში ტერორიზმის ექსპორტსაც ახორციელებს. და როგორც ჩანს, მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქვეყანა, ანუ რუსეთი ვერ ხედავს იმას, რომ მისი ტერორისტული ჯგუფები უკრაინის ტერიტორიაზე დივერსიულ აქტებს ახორციელებენ. რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიწვიოს თავისი დივერსიული ჯგუფები. დაგმოს მათი ქმედება და გაათავისუფლონ ყველა ადმინისტრაციული შენობა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი უკრაინის მთავრობას ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს და ურჩევს შეწყვიტოს ანტიტერორისტული ოპერაცია პრორუსი აქტივისტების წინააღმდეგ. პრეზიდენტ პუტინს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, სადაც მან აღნიშნა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება გაუმართლებელია. საჭიროა მოლაპარაკებები და არა ძალადობა. უკრაინაში შექმნილ სიტუაციას ეხმაურება აგრეთვე ნატოს გენერალური მდივანი. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ქმედებების საპასუხო ზომებს მიიღებს და ჰაერში ზღვასა და ხმელეთზე პატრულირებას გააძლიერებს. ჩვენ გავაგრძელებთ საჰაერო ძალების პატრულირებას ბალტიის რეგიონში. მოკავშირეების ხომალდები განთავსდებიან ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, აგრეთვე სხვა ადგილებში, სადაც ამის საჭიროება იქნება. გაძლიერდება აგრეთვე მოკავშირეების არმიის საბრძოლო მზადყოფნა. ისინი გაევლიან დამატებით სწავლებასა და მომზადებას. ჩვენ გადავხედავთ და გავაძლიერებთ თავდაცვით გეგმებს. უფრო ადრე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება თეთრმა სახლმაც გაავრცელა. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სეპარატისტების პროვოკაციის აღმოფხვრას ცდილობს. კარგად გვესმის, რომ უკრაინის ხელისუფლება მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაცია განმუხტოს. ჩვენ ვაფასებთ ხელისუფლების განცხადებას იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ქმედება ეტაპობრივი იქნება, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებისთვის პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება. როგორც ცნობილია, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთს, ევროკავშირსა და უკრაინას შორის ჟენევაში ხვალ გაიმართება. მასში მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კეთრინ ეშტონი და რუსეთისა და უკრაინის საგარეო უწყებების მეთაურები მიიღებენ.